ძალიან მოგზაურობთ მოგზაურებისთვის და კიდევ დავუშვით რომ პირველ რიგში საფრთხე წელს და მინდა თვითონ პროგრამას ყოველივე საუკეთესო გისურვოთ. ახლა კი მინდა სპორტადაცას ფედერაციის პრეზიდენტს დარჩი გუბაძეს, რომელიც წარადგენს მესამე მოწვევის თვითმმართველობის 2010 წლის ანალიზს. მოგესალმებით, შეგიძლიათ სიტყვას ორდეტები ხაშობთ მარტოსასწავლი ამაგისურ პოლისავერსო კონსტიტუციის პროფილების პერიოდის და თანამედროვე მომენტი. ჩვენ შეგვიძლია ვიზიტი არის რომ იმეჯავშულ საფრთხის საფრთხო უნივერსიტეტის კონკრეტულად არასოდეს ალგორითმის სანდაში უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ფაკულტეტის დეკანი და აკადემიის საბჭოს ამის მიზეზს წარმოდის ის რომ ძალიან პროდუქტიული წელი იყო სტუდენტური ფაკულტეტის მოღვაწეობის კუთხით უნივერსიტეტში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გაკეთდა და ჩვენ სულ წარმოადგენს რომ ამ პროექტების შესახებ ინფორმირებული იყოს საზოგადოება ინფორმირებული იყოს უნივერსიტეტის კულტურული ერთეული იმიტომ რომ მათ ძალიან კარგად მუშაობს სამშობლოში მათზე სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა. ძალიან ხშირად მინახავს რომ აი არის სტუდენტი, მაგრამ არის უკვე ჩინოვნიკიც. იქ რაღაცა არა, ამაში შეიძლება ცუდიერება კავშირები თვითმმართველ ჩვენ დირექტორ თვითმმართველობიდან, თვითმმართველობის წარმომადგენლები ვართ. ეს კარგია, შეიძლება ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ იქ ხო ლაპარაკის ზედმეტია უკვე რაღაცა ტიპის თავისუფლებაზე, რომელსაც თავისთავად კარგი იქნებოდა, რომ თუ ეს თვითმმართველობა რაღაცა ახალგაზრდულ ცუდი სიტყვა დესტრუქციული, მაგრამ სიტყვა უნდა ვიხმარო, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ ვხსნი რას გულისხმობ დესტრუქციულ საკეთებს. ანუ თუ რაღაცას ანგრევს, რაც რაღაცას ანგრევს, ან თუ რაღაცა მაგრამ თუ ეს თვითმმართველობა აწყობს შეხვედრას გვარს არ დავასახელებ მწერალთან და პოეტთან. ან საბოლოო ჯამში აქვს უფრო სერიოზული პოლიტიკური დაინტერესება, როგორც წესი ასე ხდება ხო? როგორც წესი, ამიტომაც გიჩნდება შეგრძნება და გიჩნდება კომკავშირის. ცხადია, რომ ეს ადამიანები რაღაცნაირად ქმნიან ახალ კომკავშირს და გაუგებარია ეს რატომ უნდა უნდოდეს ახალგაზრდა ადამიანს რომ 16 წლის ასაკიდანვე იყოს უკვე ხო მაგრამ გარემო ალბათ აძლევს მას ამის იმპულსს ხო აი თავიდანვე ვთქვით რომ რატო პოლიტიკაში აი ხშირად მithქვავს რომ არ ეზარებათ პოლიტიკაში წასვლა პარლამენტში იარო მთელი დღე იქ იჯდე ამდენი ნერვი უნდა დახარჯო არჩევანი არ ეთაკილება თუ გაცრავად აი ისი რა არის ისი რა რატომ ვამბობ ამას რომ აი თქვათ ხლა არ მინდა პირადად დავასახელო მაგრამ აი ქრისტიან დემოკრატთა ერთ-ერთი ახალგაზრდა წევრი. ხო, ახალგაზრდა ადამიანია და ისეთ თემებზე ლაპარაკობს და ისე ლაპარაკობს, რომ წესით მე მომერიდებოდა, თქვა, თან ახალგაზრდა ადამიანს წესით უნდა მოერიდოს, აი, ასეთი აქტივობა, ანუ რას გულისხმობ, ხო, მე მახსოვს ერთ-ერთი აი ეს ახალგაზრდა, რომელიც თავგამოდებული ლანძღავდა, თქვა, დენ ბრაუნის და ვინჩის სკოლას, ხო, ეს ფილმი არ ნახოთ. და არის რაღაცა 17 თუ 18 წელი შეიძლება არ ვიცი მე. ვარდებიან ცოდვაში და ჩვენი მოვალეობაც არის და ჩვენი მოწოდებაც არის როგორც მართლმადიდებლების რომ უბრალოდ მათ მოვიწოდოთ, ვთხოვოთ, ვურჩიოთ რომ შეეცადონ რაც შეიძლება მეტად დაიცვან საფრთხე საცდურისაგან. ჩვენ ვაპროტესტებთ ფილმს, რომელიც არის აბსოლუტური აპოლოგია უზნეობისა და ცოდვისა, ამიტომ შესაბამისად ჩვენი პროტესტი აბსოლუტურად ლოგიკურია. ჩვენ გუშინ ვთქვით, რომ ჩვენს აქციებს მიცემთ პერმანენტულ ხასიათს სეანსების პარალელურად ჩვენ გამართავთ აქციებს. ფული არ მოგწონს, ვირშებდივარ ხვალმოვალ პირველ საათს. აი ეს ხომ პრობლემაა, ხო? ან რატო არ ეთაკილება ეს ადამიანს? რატომ მას ყავს თავისი ელექტორატი? ბევრი თაყვანისმცემელი და ნუ მოწონს და ის ხმას აძლევს და ეს სწორედ ეს შემთხვევა რომ ბავშვი რომელსაც უნდა რაღაც ტაბუები. რომ ბავშვი რომელიც იცავს მამაპაპათა ტრადიციებს. ანუ ბავშვი რომელიც აბსოლუტურად არ არის თანამედროვე, ასე შეგვიძლია ვთქვა, ხო? არ ვიცი. კარგი. ხო, ესე იგი ეს მაინც კიდე რაღაცა თანმიმდევრული ახალგაზრდა მაინც დაასახელე, მაგრამ აი ესეთი კამელეონები, რომლებიც ძალიან მალე მკვიდრდებიან ერთ სისტემაში, მერე შეიცვლება, მერე უკვე სხვანა, მაგრამ ადამიანი, რომელსაც უნდა, ნუ არის კონფორმისტი ქვია. მე უბრალოდ არ მიყვარს ეს სიტყვა, იმიტომ რომ მეტნაკლებად მართლა ყველა ადამიანში ეს რაღაც ყველას უნდა კომფორტული ცხოვრება, ხო, ყველას, მაგრამ არის ადამიანები, რომლებიც ანგრევენ თავიანთ თავს აი ამ სოციალური არასრულფასოვნების კომპლექსის გამო. ძალიან ბევრ რამეზე ამბობენ უარს.
კომკავშირი ახსენე შენ, ხო? აი რა ენა არის ეს? აი როგორ გრძნობ შენ რომ ეს კომკავშირელი არის? აი რაში გამოიხატება? კი, რასაკვირველია ეს აი როგორ წერალს გეკითხები ამ შემთხვევაში? იცი რა არის? ეს გამოიხატება ცხადია რაღაც რიტორიკაში, თავისთავად ცხადია, ქცევაში, საქციელში, ძალიან აშკარა ასოციაციები და ეს ასოციაციები არ არის ძალიან შორეული, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი არ იყო ძალიან დიდი ხნის წინ. ეს იყო სულ რაღაც 20 წლის წინ ჩვენ ამ პლანეტის მკვიდრნი ვიყავით და ძალიან აქტუალურია ეს ასოციაციები და ეს შეგრძნება გიჩნდება. თქვათ ადამიანი, რომელსაც რაღაცნაირად აქვს სურვილი რომ შენზეც მოახდინოს გარკვეული გავლენა, შენ ეჭვიგეპარება რომ მას აქვს რაღაცა მართლაც ობიექტური საზოგადოებრივი თუ სამოქალაქო რაღაც მოტივაციის გამო არის ის აქტიური და შენ ეჭვიგეშდება რომ რაღაც ანგარებასთან ხომ არ გვაქვს საქმე. და ვინაიდან არსებობს ამის გამოცდილება. ეხლა თავისთავად ეს არის დაკავშირებული გარკვეულ კომპლექსებთან, ხო? ეხლა მე შორს ვარ იმას რისაგან რომ თქვა ვილაპარაკოთ რომ მართლაც შენ როგორც დაიწყე დღევანდელი ჩვენი საუბარი ყველას გვაქვს. ცხადია და ეს კომპლექსები სწორედაც რომ საინტერესოს ხვდის ჩვენ. მაგრამ ზოგჯერ ეს კომპლექსები არის ძალიან სახიფათო. ხო თქვა იგივე რომ დაუბრუნდეთ თქვა სტალინის თემას. ეხლა აი მე გამახსენდა ეჟენ იონესკოს პიესა მოვალეობის მსხვერპლი, რომელსაც არის ძალიან სასაცილო ტრაგიკომიკური მონოლოგები გაბნეული უაღრესად დაბალ და უაღრესად მაღალ ადამიანთა შესახებ. ეს ფიზიკურად არ ეხება, მისთვის არის რა თქვა ფიზიკურად მაღალ და ფიზიკურად ძალიან დაბალ დაბლებში ის გულისხმობს, იქ არის ამ შემთხვევაში მოდელი ტირანების, რამდენიმე ტირანი იკვეთება ამ ტექსტიდან. პირველ რიგში ეს არის ნაპოლეონი, ლენინი, სტალინი და ჰიტლერი. და შესაბამისად ძალიან საინტერესოა თავისთავად ცხადია ამის პარალელურად ის საუბრობს აი ამ ადამიანებზე, რომელთაც აქვს გარკვეული კომპლექსი და სხვადასხვა სახისაა ეს კომპლექსი და ამაზე თქვა ამასაც ორიოდე სიტყვით შევეხები და იქ არის თქვა ძალიან მაღალი ადამიანების შესახებ საუბარი, რომელთაგანაც იფრქვევა თქვა ეგოცენტრიზმი და მელანქოლია. თუმცა ეს სხვა საკითხია. ეხლა აი ძალიან საინტერესოა ეს ასპექტი, როდესაც ჩვენ ფიზიკური ნაკლი. ხო, მოდი ფიზიკური ნაკლი დავარქვათ, ხო, ცუდი არის, ხო, აი იმიტომ რომ ფაქტია რომ იგივე ადლერი დავიწყე, ადლერი თვლის რომ ეს არის დიდი სტიმული, ესე იგი ადამიანისათვის რომ შემოქმედებითი სტიმული არის რომ თვითონ დაძლიოს, გაიაზროს და გაიაზროს ცუდი სიტყვა არ არის. ანუ აი ამ ადამიანებს რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, შეიძლება ეს კომპლექსი გააზრებული არ ქონდეს. შეიძლება გააზრებული არ ქონდეს. ყველას ძულთ ფსიქოლოგია, ფსიქოანალიზი, ფროიდი თვლიან რომ ამა დაღუპა კაცობრიობა. კი, ვებზვიან ესენი, თუმცა ამ მოდელის მიხედვით მოქმედებენ. რა თქმა უნდა, ამიტომაც მრავალგვაროვანი მათი კომპლექსი. ფაქტია რომ მათი სურვილია თვითდამკვიდრებისა და საკუთარ თავში იმ ძალების გაღვიძებისა, რომელიც მათ ასე ვთქვათ ჰეგემონიურობას შეუწყობს ხას, ანუ რას გულისხმობ. ამ შემთხვევაში, როდესაც მართლაც ეხლა პარადოქსია, ხო, ხო, სტალინიც 1.68-ა, თქვათ, ნაპოლეონიც, ლენინიც, ჰიტლერიც არ არის, ასე ვთქვათ, ეს არის ჯერ ერთი გარდა ამისა, მათ აერთიანებთ საერთო გამაერთიანებელი ნიშანია, ხომ? ეს ხალხი დაიბადა პროვინციაში. From the Renaissance till the Enlightenment, it was taken for granted that the classical orders, notionally based on human proportions, descended from God. They were invested with his authority because he had created the first human being, Adam, in his image. Whether or not an untutored populace appreciates this underlying conceit, almost certainly not, the apes of God have persistently resorted to classicism and to its variations like the Baroque, demob happy classicism, to embody their authority. Such authority was more willingly accepted, at least more easily exercised, in Hitler's Germany than it was in Stalin's Russia. Germany was a fraction of the size, was linguistically unified, was ethnically more or less homogeneous, save for Jewry, which provided the internal enemy which is the sine qua non of a dictatorship. The bourgeoisie fulfilled the same role for the Soviets. And then there is the German aptitude for ordered compliance. Russia, on the other hand, gave us Bolshevism and, hence, the word Bolshi, which signifies the very opposite of compliant. Many Russians were too Bolshi to subscribe to Bolshevism.
Nietzsche's notion of the will to power stipulates that the majority who do not seek power enter into a submissive pact with those who do. But Nietzsche was a German. His observations were based in familiarity with the mores of his compatriots. Engels and Marx were also German. The familiar question, could Marx have lived in a Marxist state? Only if the old shaman himself had been the despot, which is what he'd have wished. Despite his sentimental optimism about the proletariat, he was a paternalist. They cannot represent themselves, they must be represented. სტალინი დიდი იმპერიის პროვინციაში, თქვათ, თბილისის გუბერნიაში, გორში, ჰიტლერი იბადება ავსტრიაში, თუმცა მისი იდენტობა არის გერმანული თავისთავად ცხადია, ისევე როგორც სტალინისა, ის მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ცდილობს და ძალიან წარმატებითად რომ ჩაიკლას თავის თავში ქართული ბუნებრივია, ის ამბობს კიდეც რომ მე ქართულადაც კი აღარ ვფიქრობ. მაგრამ სულიკოზე უჩუქდება გული და ქართულ სარგებლობაზე და ქართულ სარგებლობაზე და უყარს მხარზე კოცნა. ლოყაზე კოცნას ვერ გიბედავს თურმე, ასეთი ამბებიც არის. ასევე ნაპოლეონიც, ეს არის კორსიკელი, დაკომპლექსებული ადამიანი, რომელსაც ასევე უნდა რომ გაარკვიოს თავისი ასე ვთქვათ იდენტობის ამბავი, თუმცა ის ხდება უპირველესი ფრანგი პატრიოტი და ქმნის საფრანგეთის, ანუ ყველაზე თავგამოდებული გენერალია. ყველა იმ ფრანგ გენერალს შორის და იმ სამხედროს შორის, რომელიც იბრძვის, ასე ვთქვათ, ახალგაზრდა ფრანგული რესპუბლიკისათვის, ეს კორსიკელი კაცი არის ყველაზე თავგამოდებული. ამ შემთხვევაში სტალინის შემთხვევაც ესაა, ხო? თუმცა ეს არის მრავალგვარი არასრულფასოვნების განცდა, ვთქვათ, ამას რომ მივყვეთ, აი ამ ადამიანს რომ მივყვეთ, კაცი, რომელიც სტალინს, რომელიც ასე ვთქვათ, სრულიად ასე ვთქვათ, სრულიად მარგინალურ მდგომარეობაშია, ბავშვობიდანვე ის ჩადის თბილისში, ის ვერ იყიდებს ფეხს, ასე ვთქვათ, ვერც იმ ასე ვთქვათ, სარედაქციო სივრცეში, სადაც მისი რამდენიმე ლექსი გამოქვეყნდა ივერიაში, სხვა შორის აქაც ძალიან საინტერესოა პარალელი, ვთქვათ, ჰიტლერთან. ჰიტლერიც არის ვერ შემდგარი მხატვარი, დაკომპლექსებული ხელოვანი, რომელმაც ვერანაირი გავლენა ვერ მოახდინა ამ მხრივ, ვენის სამხატვრო აკადემიაში ვერც მოხვდა საერთოდ. While Klimt worked on Adele's portrait, 3 young artists were applying to Austria's top art academies. Egon Schiele and Oskar Kokoschka both went on to become great modern painters. The third was an unknown 18-year-old named Adolf Hitler. Schiele and Kokoschka were accepted and Hitler was not. And Kokoschka always said jokingly, imagine if Hitler would have been accepted and I would have been rejected. I would have run the world quite differently, and he couldn't have done that harm that he did, being a bad painter. In its basement archives, the Center for Military History in Washington, D.C. stores many Nazi paintings too controversial for public exhibition. Among them are early watercolors by Adolf Hitler. He was a mediocre painter, not terrible, but clearly not gifted. He thought himself gifted, though. He certainly thought himself able enough to have been admitted to the Academy of Fine Arts in Vienna, and he took it as a real rejection. Many of the jurors at the Academy were Jewish, and I suspect that this fueled his anti-Semitism. Generally, he hated what was going on in modern art as a would-be artist himself. There were Jewish artists around, heaven's sakes. Not only that, some of those figures looked like they were wild black Negroes from Africa. How come people like Nolde, Kandinsky can be shown and all this to do about them, and they don't let me shine as an artist? It must have riled him. Over the next 20 years, as Hitler created the Nazi Party and rose to power, art continued to obsess him and became part of his political agenda.
By the early 1930s, he was in a position to force his artistic tastes on Germany. და ასევე სტალინიც, რომელმაცაც კი გამოუვიდა თითქოს ერთი ლექსი, მაგრამ ეს ვერ შემდგარი შემოქმედია და ეს ყველაფერი აისახება, ანუ ეს კომპლექსი, მათი ეს კომპლექსი აისახება მაცავე ურთიერთობაში ხელოვანებთან და ხელოვნებასთან. ჰიტლერი აცხადებს დეგენერატიულ ხელოვნებად შედევრებს, თანამედროვე ხელოვნებას თავისთავად ცხადია და ძალიან დიდი დიაპაზონი აქვს. ის ქმნის თავის ნორმებს, თუ როგორი უნდა იყოს ხელოვნება და შესაბამისად სტალინიც იგივე საკეთებს. წერალთა სოციალიზმს და წერალთა სოციალიზმს. ეხლა ძალიან საინტერესო მაგალითია, მაგალითად სტალინის აი ჯერ არ არის ისე მომძლავრებული 30-იანი წელია, შეგახსენებ შოსტაკოვიჩთან მისი ურთიერთობის ასე ვთქვათ საკითხი, როდესაც შოსტაკოვიჩის ლედი მაკბეტი მცენსკიდან ოპერა იდგმება დიდ თეატრში 1936 წელია. ეს ოპერა არის ცნობილი თავისი სითამამით, იქ არის პირდაპირ შეიძლება ასე თქვას, რომ არის ესე ძალიან რადიკალური ეროტიკული სცენები, რომელიც ასევე ხმიანდება მუსიკალურადაც და სტალინი როგორც ცნობილია გარბის პირველი მოქმედებიდან. სუმბურ მესტა მუსიკის. ხო, ეს ბუნდოვანება მუსიკის მაგიერ წერს. მას უკავშირებენ ეს მისი სტატია. კი, არა, ცნობილია. და ამის შემდეგ გორკიც კი, რომელიც ასე ვთქვათ, მისი თანამებრძოლია და ასე შემდეგ გორკიც კი ბედავს და პრავდაშივე წერს პასუხს. უწერს პასუხს აი ამ სტატიას და ფაქტობრივად სტალინს, იმიტომ რომ ყველა მიცის რომ ამ სტატიის უკან, აი ამ შოსტაკოვიჩის თავდასხმის უკან დგას ეს ადამიანი, რომელმაც ვერ გაიგო უბრალოდ ეს მუსიკა და მიუღებლად მიიჩნია ეს. და გორკი უწერს რომ აი ამ ჰიპოთეტიურ ავტორს და სამსებით ასე ვთქვათ რეალურ ავტორს რომ თქვენ არ გესმით ეს ხელოვნება, ესეთი რაღაც შოსტაკოვიჩი არის გენიოსი, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი და ასე შემდეგ. ანუ გორკი მიუნიშნებს, გორკიც კი მას მიუნიშნებს ავტორს თავის კომპლექსზე. შენ რაღაც ვერ გაიგე. შენ აქამდე ვერ მოსუხარ და სტალინის საშინელად ტრასტები. Шостакович есть. Это называется кукиш в кармане. Это будет понятно нашим друзьям? Это знаешь, не так понимаю. Смотри, это, конечно, сарказм. Сарказм свойственен творчеству Шостаковича. Но сарказм, не отрицающий все в жизни, а направленный только против зла, против насилия. Stalin was incensed because my symphony had no ode, no apotheosis, not even a paltry dedication, and my impertinence would cost me dearly. Постановление Центрального комитета призывает нас проникнуться в создание высоких запросов, которые предъявляет советский народ к музыкальному творчеству. Против Шостаковича и других крупных русских композиторов, Мясковского, Прокофьева, Шабалина, Попова, было выдвинуто обвинение в формализме. Наш долг мобилизовать все наши творческие силы, чтобы в кратчайший срок достойно ответить на этот призыв нашей партии, на призыв нашего великого вождя, товарища Сталина. ეს კომპლექსის გამო კეთდება, მაგრამ ხშირად კეთდება, ახლა უბრალოდ გამახსენდა აი ზაზა ბურჭულაძის ეს ინციდენტი. ხშირად ასევე პრეზიდენტი გამოვიდა და დაგმო წერილის ქცევა. ეხლა არ ამგონია რომ ეს იყოს არასრულფასოვნების კომპლექსი, მაგრამ ეს იყო გარკვეული საზოგადოების უფრო უმრავლესობის გულის მოგების, ჩემი აზრით, გზა. არ ამგონია რომ ეხლა მას აინტერესებდეს იქ რა სიტყვა და ბურჭულა. მაგრამ ეს ამით ცუდი სიტყვა მოსყიდა, მაგრამ ელექტორატზე თამაში რომ აი მე უფრო თქვენთანა ვარ, ვიდრე აი ამ წერლებთან, რომლებიც სააკაშვილის შემთხვევაში კი. ხო ესე არის, ანუ სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ფაქტია ორივე შემთხვევაში ქცევა ერთია და სტალინის რეაქციაც ეხლა შეიძლება შემთხვევითია ეს დამთხვევა, მაგრამ სტალინი აი ამ
კონფლიქტის შემდეგ მოსკოვში აწყობს ქართული დეკადის დღეებს, მას იქ ჩახავს სასიკვდილოდ განწირული მიქელაძე, სრულდება ოპერები, სპექტაკლები ჩადის და ასე შემდეგ. ის არა მე კულტურული ქვეყნიდან ვარ, მე არა ვარ გაუნათლებელი ის პასუხობს, თქვათ, გორკისა და ეს ამბავი. ეხლა სააკაშვილის мотиваცია სრულიად სხვა არის. ეს არის რაღაცნაირად ვფიქრობ საკმაოდ ბანალური პოპულიზმი და მცდელობა მისივე ტერმინოლოგიას თუ კი დავესესხები, რომ იმ ხალხის ასე თულები მოიგოს. ხო, ამურეცხვისა, რომლის მენტალიტეტსაც ხო, უწოდა ჩარეცხი. ხო, ძალიან. გუში მოვკარი თვალი ტელევიზიით ქუთაისის ოპერის ახალ შენობაში ჩატარებულ ღონისძიებას და მართალი გითხრათ, მე თვითონ ვიყავი შეურაცხყოფილი იმ გამონათქვამებით, როგორც იქ გასტროლები, რომელიც იქ გასტროლებზე ჩასულმა წარმომადგენლება ჩვენი რომელიღაც ლიტერატურული წრის დაუშვეს. იმიტომ რომ პრაქტიკულად ეთყობა ზოგიერთი ისე არის დაკავებული მთელი დრო საკუთარი თავით კმობით, რომ ვერ შეარჩნია ის ცვლილებები, რომელიც მოხდა ჩვენს ქვეყანაში. პრაქტიკულად ჩარჩა ძველ დროში. ვერ შეამჩნია, რომ შეიცვალა ქუთაისიც, შეიცვალა საქართველოც და არავინ არ მიცემს მათ საშუალებას, რომ ზემოდან ქვემოთ უყუროს, დასცინოს, აბუჩად აიგდოს, ღირსება შეულახოს და რომელიღაც ძველი ეპოქის წარმოდგენებით და სტერეოტიპებით ელაპარაკოს. გასულიყვნენ მაინც და გამოეხედათ და შეეხედათ ახალი ქუთაისის ცენტრისთვის, კარგად დაეთვალიერებიათ ეგ შენობა და რაც თავარია ჩაეხედათ ქუთაისელებისთვის თვალებში. და მივხვდარი იყო, რომ ასეთი ტონით მათ ელაპარაკი, ნამდვილად არ შეიძლება და საერთოდ არავისთან არ შეიძლება ასეთი ტონით ლაპარაკი. დრო ეს ხალხი გამოფხიზდეს და მიხვდეს, რომ ის დრო დამთავრდა, ის მენტალიტეტი მომთავრდა და შეწყვიტონ ეს ჩარჩენილობა და გაიხედონ ცოტა წინ. გითხავ ეს ხო ორმაგეს უარესიც არის შეიძლება. უარესიც არის, რასაკვირველია, ხო და ძალიან სპონტანურია და გასაგებია, ხო, ინსტინქტური და ირაციონალური. კი. კარგი, მაგრამ ეხა აი ძალიან ფრთხილი რომ თავიდანვე ციმტო ბოდიში მოუხადე მაყურებელს რომ არ გამოგხსლოდა ესეთი ქედმაღლური საუბარი, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ აი ამ პროვინციიდან ქალაქში ჩასულ ადამიანზე, რომელსაც აქვს ეს კომპლექსი. იქნებ მაინც ქალაქსაც მოვთხოვოთ მისი დამოკიდებულება აი ამ პროვინციიდან ჩასulis მიმართ როგორია ძალიან მნიშვნელოვანია არის ესეთი მე ძალიან მიყვარს ამ გადაცემაში უკვე მე რამდენად ვიხსენებ ფრანგულ ფილმს La Complusienne ლუი მალის ფილმს რომლის პერსონაჟი ახალგაზრდა კაცი ომის დროს მეორე მსოფლიო ომის დროს მიდის ჯერ აი ამ პარტიზანებთან განმანთავისუფლებელ მოძრაობას და ეხვეწება რომ იმიღეთ თქვენს რიგებში ერთად ვებრძოლოთ ნაცისტებს და ისინი არიღებენ მას იმიტომ რომ თვლიან რომ რაღაცა ჯერ პატარა ახალგაზრდა არ იცის ომი საწავიდეს როცა არიღებენ და გაბრაზებული აი ამ განმანთავისუფლებელ მოძრაობაზე მიდის ნაცისტებთან და ისინი მას იღებენ და იქ უკვე ასრულებს იმ როლს ძალიან მნიშვნელოვანია ისიც რომ ეს ქალაქი ქედმაღლურად უყურებს ამ ჩამოსულებს, ასე ვთქვათ, ხო? და ამ კომპლექსს აძლიერებს. და როდესაც აძლიერებს, ის უკვე თავს იკატუნებს, რომ ასევე არის ამ ქალაქური სოციუმის წევრი, ხო?